ვისაუბროთ ხოლმე, მანამდე მიკროფონები ვაკონტროლოთ, ანუ გათიშული იქნება მიკროფონები. და მე როდესაც დავასრულებთ საუბარს, თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა და ამავდროულად თქვენ გაქვთ იმის უფლება, რომ 24 საათის განმავლობაში, როცა მოგინდებათ, მომწეროთ Teams-ის ან Facebook-ის ან Instagram-ის საშუალებით ნებისმიერი კითხვა და მიიღებთ პასუხებს. კარგი, მე ახლა ეკრანს გავაზიარებ და წარმოვიდგენ იმ ნაწარმოებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გახლავთ შუშანიკის წამება. წინა შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით შუშანიკის წამების შესახებ. ძალიან დავახმარებით ხოლმე ასე. უკაცრავად, თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, მკითხეთ, თუ არა და გავთიშოთ მიკროფონები. თქვენ ხმა ძალიან დავახმარებით ისამ ხოლმე ჩვენთან. დაბალზე ისმის ჩემი ხმა? კარგი, მოკლედ თქვენ ერთი წუთით. ნახეთ, როდესაც ჩემი ხმა დაბალზე მოდის თქვენამდე, ამ შემთხვევაში იქნება თქვენი ტექნიკური მოწყობილობის დინამიკის ბრალი. სავარაუდოდ მას არ აქვს მეტი ხმის გაძლიერების საშუალება, თორემ ეს ტრადიციულად ასეთი ხმით ვლაპარაკობ ყოველთვის. ყვირილით ვერაფრით ვერ ვისაუბრებ, ეგ არის ჩემი მხრიდან გამორიცხული. კარგი, დავიწყოთ. მოკლედ, ჩვენ ვიცით, რომ ქართული ლიტერატურის ისტორია იწყება დოკუმენტურად დადასტურებული მე-5 საუკუნის შედევრით, ეს არის შუშანიკის წამება. ჩვენ აღვნიშნეთ ისიც, რომ ისეთი მაღალხარისხოვანი ნაწარმოები, როგორც შუშანიკის წამება, არ შეიძლება ყოფილიყო ქართულ სინამდვილეში პირველი, იმიტომ რომ თუ ლიტერატურული ტრადიციები არ ქონდა რაიმე, ასეთ შემთხვევაში ასეთ მაღალხარისხოვან ნაწარმოებს ვერ მიიღებდა ქართველი მკითხველი. ზოგადად, ქართული მწერლობის პირველი პერიოდი, რომელსაც ჩვენ ძველ ქართულ მწერლობას ვეძახით, 4 ქვეპერიოდს მოიცავს და აქედან პირველი ქვეპერიოდი გახლავთ სასულიერო მწერლობა, ანუ იგივე ჰაგიოგრაფია. ჰაგიოგრაფია არ არის მხოლოდ ერთადერთი სასულიერო მწერლობის მიმართულება, გვქონდა ჩვენ ჰიმნოგრაფია, გვაქვს ლიტურგიკა, კანონიკა და ასე შემდეგ, ანუ ეკლესიისათვის რაც იწერებოდა, ბევრნაირი მიმართულება ჰქონდა ამ ნაშრომებს, თუმცა ჰაგიოგრაფია არის პროზაული ნაწარმოები, რომელიც წმინდანის ცხოვრებას აღწერს, ან შეიძლება წმინდანის ცხოვრება კი არ იყოს, არამედ მარტვილობა, ანუ წამებით როგორ აღესრულა. პირველ ეტაპზე ძირითადად საეკლესიო მწერლობაში პოპულარული გახდათ მარტვილობანი, ანუ წამებანი, როდესაც საეკლესიო სივრცეში აღიარებული წმინდანი არაბუნებრივი, არამედ ძალმომრეობით იქნა გამოსალმებული სიცოცხლეს. და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ შუშანიკ დედოფალი, რომელიც წარმომავლობით სომეხი გახლავთ და ჩვენ უნდა გავეცნოთ ამ ნაწარმოების შინაარსს. როდესაც დავასრულებთ აი დღევანდელ ჩვენს შეხვედრას, მე იქნებ შევთანხმდეთ საერთო ჩატში ან როგორღაც, რომ დავინაწილოთ ეს ნაწარმოები და პარაფრაზირებული ვერსია წარმოვადგინოთ. ზოგადად ონლაინ სივრცე სავსეა შუშანიკის წამების და არა მარტო შუშანიკის წამების პარაფრაზირებული ვერსიებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იმ ტიპის ნაწარმოებია, რომელიც იკითხება ძალიან მსუბუქად იმის გამო, რომ ამ ნაწარმოებებს გააჩნიათ თავიანთი რიტმული მახასიათებლები, ანუ რიტმი აქვს ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული ძველ ქართულ მწერლობას, რომ აქ ძალდატანება არ ჭირდება ადამიანს კითხვის დროს. ვიცი, რომ 21 საუკუნის ადამიანებისათვის რთულია 1600 წლის წინ თუ 1500 წლის წინ არსებული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტექსტის წაკითხვა, მაგრამ დამერწმუნეთ და მენდეთ იმაში, რომ თუ ორჯერ ან სამჯერ ოდნავ თავს დააძალებთ, რომ ძველი ქართული მწერლობის შესანიშნავი ერთი ძეგლი მაინც წაიკითხოთ, მერე უკვე შეეჩვევით მის კითხვას და თქვენთვის ეს ნაწარმოებები გახდება ძალიან საყვარელი და ასევე ადვილად აღქმადიც. პარხლის ეკლესიაში ნახეს ეგრეთ წოდებული მრავალთავი, ეს იყო ნაწარმოებების კრებული, ბევრნაირი ნაწარმოები იყო შეკრებილი და პარხლის მრავალთავი, რომელიც გახლავთ მე-10 საუკუნის ხელნაწერი, აღმოჩნდა მასში შუშანიკის წამება, ერთ-ერთი ნაწილი. ოღონდაც თვითონ ეს ნაწარმოები, რომელიც ახლა
პარხლის მრავალთავის შემოკლებული ვერსიას წარმოადგენს, რასაც მე თქვენ წარმოგიდგენთ აქ, ისედაც არასრულყოფილად მიეჩნდათ ქართველ მეცნიერებს. იმიტომ რომ რაღაც მოულოდნელად იწყება. ახლა დამტკიცებულად გეტყვით თქვენ, როგორ აღესრულა წმინდა და სანატრელი შუშანიკიო. ანუ ახლა გეტყვით და ანუ ადრეც რაღაც აქვს ჩანს მის ავტორს იაკობ უმღუდელს, ანუ იაკობ ხუცეს ნათქვამი. ესე იგი სავარაუდოდ ან ცალკე ნაწარმოები ეძღვნებოდა შუშანიკის ყმაწვილობას, ახალგაზრდობას, ან შეიძლება ამავე ნაწარმოების დასაწყისში იყო წარმოდგენილი. ამიტომაც ეს უცნაური დასაწყისი არ გაგიკვირდეთ, რომ გვეუბნება იაკობ ხუცესი ასეთ რამეს. ახლა დამტკიცებულად გეტყვით თქვენ, როგორ აღესრულა წმინდა და სანატრელი შუშანიკი. ასეთი რამ გახდათ. მერვე წელს სპარსთა მეფის, ეს გახლავთ პეროზ მეფე, იგივე იეზიდიგარ მეორე, პეროზის მეფობის მერვე წელს თურმე სპარსეთის სამეფო კარზე, რომელსაც ქალაქი ქტეზიფონი ერქვა, წარემართა ვარსკენ პიტიახში, ალშუშა პიტიახშის ვაში. ის თავიდანვე იყო ქრისტიანი, მამითა და დედით ქრისტიანი და ცოლად ყავდა მას ასული ვარდან სომეხთა მხედართმთავრისა, რომ და ცოლს ერქვა არშუშა, უკაცრავად ვარსკენ პიტიახშის ცოლს ერქვა ვარდანი, ისევე როგორც მამამის. ესე იგი, მამასაც და მის ასულსაც ვარდანი ერქვა, ოღონდ მამა სიყვარულით ეძახდა შუშანიკს. შუშანიკი სომხურიდან ქართულად რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს შროშანს, ყვავილია და მამამ, როდესაც თავისი სიკვდილის მქონე ასულის მოფერება გადაწყვეტა, ეს ალერსიანობა, ამიტომაც შეარქვა მას შუშანიკე. სინამდვილეში კი საეკლესიო სახელი ვარდანი იყო მამისაც და შვილისაც. მოკლედ, მოშიში იყო ღვთისა, როგორც თქვით, თავისი სიყმაწვილიდან, ანუ ახალგაზრდობიდან მოყოლებული. იაკობ ხუცესი გვეუბნება ამას, რომ გითხარითო, რომ ბავშვობიდანვე ის იყო ღვთის მოშიში. ანუ სადღაც აქვს ნათქვამი, ან ამ ნაწარმოების დასაწყისში, რომელიც დაიკარგა, ან ცალკე ნაწარმოებში. ხანდახან რაღაც ნაწილებს მოვნიშნავ ხოლმე და მიექცეთ ყურადღება რა არის განსაკუთრებული. შუშანიკმა კარგად იცოდა თავის ქმრის უკეთურება, გული ეუბნებოდა იმას, რომ მისი ქმარი იყო სუსტი ნებისყოფისა და ყოველთვის ევედრებოდა ხოლმე ღმერთს ლოცვით, რომ ღმერთს შეეცვალა მისი უგუნურება და გონიერებით შესდგომოდა ქრისტეს რჯულს. ამ უბადრუკმა და სამგზის საწყალობელმა ვარსქენმა, ყოვლად განწირულმა, განაგდო ქრისტეს იმედი, ანუ სასოება. აქ არის ნახსენების სიტყვა სამგზის, რაც ნიშნავს სამგზის საწყალობელი. ზოგადად ალბათ თუ ოდნავ მაინც იცნობთ ქრისტიანობას, გეცოდინებათ, რომ ღმერთი არის სამსახოვანი, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. და სამგზის, ანუ მამა ღმერთისაგან, ძე ღმერთისაგან და სული წმინდისაგან არის შესაწყალებელი ვარსქენი, იმდენად უბადრუკი იყო. ამის საპირისპიროდ ჩვენ გვაქვს სამგზის, როდესაც არა საწყალობელია, არამედ სანატრელია ადამიანი. სამგზის სანატრელია ადამიანი ღვთის მიერ, თუ მას მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა აღიარებს როგორც წმინდა ადამიანს, მაგრამ საწყალობელია თუ ცოდვაშია ჩავარდნილი. ან ვინ დაიტიროს ვარსკენ პიტიახში უბადრუკი ადამიანი, რომელსაც არც გასაჭირო უხილავს, არც შიში, არც מחვილით დამუქრებია ვინმე, არც ქრისტესათვის შეუპყრია ვინმეს. და როდესაც ის სპარსეთის მეფის წინაშე წარდგა, არათუ პატივისცემის მისაღებად, არამედ თავისთავად მიუძღვნა როგორც მსხვერპლი და ეუბნებოდა, რომ ჭეშმარიტ ღმერთს უარყოფ და ცეცხლს ვცემ თაყვანს. და ქრისტიანობა განაგდო, ანუ ეს სარწმუნოება უარყო. რაც ნიშნავს თაყვანისცემა ცეცხლისადმი. იმ პერიოდში, როდესაც ქართლში ქრისტიანობა უკვე 100 წელზე მეტი ხნის გავრცელებულია, მოგეხსენებათ, რომ წმინდა ნინო მეოთხე საუკუნის დასაწყისში, პირველ მესამედში ქართლი გააქრისტიანა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის პერიოდში. ამის შემდეგ უკვე 100 წელზე მეტია გასული, მაგრამ ქართლის
მტერ ქვეყანას სპარსეთს ამ დროისთვის აქვს სხვა სარწმუნოება, ეს გახლავთ ცეცხლთაყვანისმცემლობა, ანუ მაზდიანობა. არაგერიოთ ისლამში, ანუ მაჰმადიანობაში, იმიტომ რომ ამ დროისათვის ისლამი როგორც სარწმუნოება საერთოდ არ არსებობს. ანუ მე-7 საუკუნეში წარმოიქმნა ისლამი და სპარსეთი იმ დროისათვის ისლამის მიმდევარი ვერ იქნებოდა. და ცეცხლთაყვანისმცემელი გახდა პერუს მეფის საამებლად ვარსკენ მეფე და ეს საწყალობელი კაცი, რომელიც ცოლშვილიანი იყო ვარსკენ პიტიახში, ცოლად ითხოვდა სპარსთა მეფისაგან აი ცოლი შემფრთეთო, რათა მოწონებოდა მეფეს და ასე ეუბნებოდა, რომ ის, ვინც ჩემი პირველი ცოლი და შვილებია, ისინიც უნდა მოვაქციო შენჩულზე, როგორც მე მოვიქეცი მაზდიანობაზე. პიტიახს, როდესაც ვახსენებ ამ სიტყვას, მინდა გითხრათ, რომ ეს სიტყვა ნიშნავს მმართველს. ვარსკენ პიტიახში, ქართლის სამეფოში იყო ქვემო ქართლის დაახლოებით დღევანდელი ბოლნისი, დმანისი და მარნეულის ტერიტორია, რომ წარმოიდგინოთ, ამ მხარის მომართველი. მაშინ ამ ტერიტორიის ცენტრი გახდა დაბა ცურტავი, დღესაც არსებობს ამ სახელის სოფელი, ქციისა და მაშავერას ხეობაში, აი ამ მდინარეებთან ახლოს, ხრამის ქციის მაშავერას მახლობლად იყო ეს ქვემო ქართლი, ამ აუზებს მოიცავდა მდინარეებისას და ცურტავი იყო პოლიტიკური ცენტრი. ცურტავში იყვნენ მონაცვლეობით, მამიდაშვილზე გადადიოდა როგორც წესი პიტიახშობა და ამ დროისათვის არსებული ქართლის სამეფო იმართება ვახტანგ გორგასლის მიერ და ვახტანგ გორგასალს ეწინააღმდეგება თავისი ამბიციურობით ვარსკენ პიტიახში. მას როგორც ამბიციურ და გადაჭარბებულად დიდი ამბიციების მქონე ადამიანს აქვს სურვილი, რომ გორგასლის შესაძლებლობები შესუსტდეს ირანის, ანუ სპარსეთის დახმარებით. რა თქმა უნდა, სპარსეთსაც ძალიან უნდოდა ვახტანგ გორგასლის მუხლებზე დაჩოქება. თქვენ იცით, რომ გორგასალს ამ სახელწოდებას ეწოდებას სპარსელები იმიტომ უწოდებდნენ, რომ მუზარაძემ გელი ჰქონდა გამოტვიფრული, გამოსახული ვახტანგს და ის შიშის სარცემდა იმდროინდელ სპარსელებს. და მოკლედ ესეთი ძლიერი წინააღმდეგი სპარსეთისა არ აწყოდათ ირანის შახებს და ამიტომაც მოკლედ, როდესაც ვარსკენ პიტიახშმა ჩააკითხა ყეზიფონში, ანუ სამეფო კარზე პერუს მეფეს, რა თქმა უნდა, მან ყველაფერი შეუსულა, რაც კი მოითხოვა. მათ შორის იყო ერთ-ერთი ის, რომ თავისი ასული შეერთო ცოლად. ამას ეუბნებოდა თურმე ვარსკენ პიტიახში, რომ პირველი ცოლი რომ ყავს და შვილები იმათაც მოვაქცევ ცეცხლთაყვანისმცემლობაზეო, მიუხედავად იმისა, რომ შუშანიკისაგან ნებართვა არ ჰქონდა. გაიხარა მეფემ და ბრძანა, რომ თავისი ასული შეერთოთ მისთვის ცოლად. როდესაც წამოვიდა სპარსეთიდან პიტიახში, მოვიდა ქართლის საზღვარზე, ჰერეთის ტერიტორიაზე, დღევანდელ საინგილოს ჰერეთი ერქვა, ეს ტერიტორია დღეს საქართველოს დაკარგული აქვს და აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, კახეთის აღმოსავლეთით არის და მოკლედ ჰერეთში, როდესაც მივიდა, განიზრახა, რომ მას წინ მიგებებოდნენ აზნაურნი, ანუ დიდგვაროვნები ქვემო ქართლიდან, შვილები და მსახურები. და ისე შესულიყო ქვემო ქართლში და ქართლში, საერთოდ თითქოს ერთგული იყო ქვეყნისა. და გამოაგზავნა თავისი ერთ-ერთი მონა, მსახური, სადიასპანო ცხენით, ანუ სამოციქულო ცხენით და მოვიდა ეს დესპანი დაბაში, რომელსაც სახელად ჰქვია ცურტავი. წეგან გესაუბრეთ ცურტავის შესახებ. როდესაც მოვიდა და შევიდა შუშანიკ დედოფლის წინაშე, ეს მოციქული დედოფალი მოიკითხა. სანატრელმა შუშანიკმა, როგორც წინასწარმეტყველმა, კითხა მას. თუ სულიერად ცოცხალია ვარსკენი, მაშინ შენ ცოცხალი ხარ და ისიც. და თუ სულით მომკვდარ ხართ, მაშინ თქვენი მოკითხვა თქვენადვე დაიტოვეთო. ანუ შუშანიკს უკვე აქვს ეჭვი იმისა, რომ ვარსკენი შეიცვლიდა თავის სარწმუნოებას. მოციქულმა ვერ იკადრა ტყუილის თქმა და წმინდა შუშანიკი აფიცებდა და კითხავდა დამტკიცებით. ამ კაცმა ვერ დამალა სიმართლე და უთხრა, ვარსკენმა ჭეშმარიტი ღმერთი უარყო. როდესაც ეს გაიგონა შუშანიკმა, მიწაზე დავარდა, ანუ ქვეყანა ნიშნავს ძველ ქართულად
მიწას და არა სახელმწიფოს. და თავს დაბლას სცემდა და მწარეთ-სრემლით ამბობდა. საწყალობელია უბადრუკი ვარსკენი, რადგანაც მან ჭეშმარიტი ღმერთი უარყო და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღუნთოთა. ატროშანი იგივეა, რაც მაზდიანობა, იგივე ცეცხლაყვანისმცემლობა ამ შემთხვევაში. შემდგომ აღდგა შუშანიკი გამწარებული და განრისხებული, მიატოვა სასახლე, ძველ ქართულში ტაძარი სასახლეს აღნიშნავს და ღვთისმოშიშებით ეკლესიაში მივიდა. თან წაიყოლა თავისი სამი ვაჟი და ერთი ასული, ანუ ვარსკენსა და შუშანიკს ამ დროისათვის 4 შვილი ყავთ და საკურთხევლის წინაშე დააყენა. ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა. ღმერთო, აი დააკვირდით, უფალო ღმერთო, ანუ ბატონო ღმერთო. უფალი ადრე ნიშნავდა ბატონს. უფალო ღმერთო, შენი მოცემული არიან ჩემი შვილები და შენვე დაიფარე ისინი. და როდესაც მწუხრის ლოცვა დასრულდა, ანუ საღამოს ლოცვა ეკლესიაში, იპოვა ერთი პატარა სახლაკი ეკლესიის მახლობლად და შიგ შევიდა სიმწრით ავსებული. მიეყვნო ოთახის ყურეს, ანუ შიგ კუთხეში დადგა და მწარეთ-სრემლით ტიროდა. აი ეგ არის ილუსტრაცია, როგორ არის შუშანიკი თავისი 4 შვილით, ერთი ასულითა და 3 ვაჟით ლოცვად დამდგარი. მესამე თავი გვეუბნება ასეთ რამეს. პიტიახში სახლის, ანუ ოჯახის ეპისკოპოსი იყო აფოცი და ამ დროს აფოცი არ იყო ცურტავში, როდესაც ეს ამბავი მოციქულმა გააგებინა შუშანიკს. არამედ ვიღაც წმინდა კაცის სავანეში იყო მისული რაღაც სიტყვის საკითხავად და მეც დედოფალ შუშანიკის მღვდელი, ანუ ხუცესი, თან ეპისკოპოსს უყავდი წაყვანილი. და ჩვენთან მოვიდა დიაკვანი და გვითხრა ჩვენ ყოველივე პიტიახშის დაბრუნების შესახებ და დედოფლის გადაწყვეტილებები. ჩვენ დიდი მწუხარებით ავისეთ და ტირილით ვტიროდით და ვთვლიდით, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენი ცოდვების წარმოჩინების გამო. ანუ ქრისტიანები თვლიან, როდესაც რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაზე, ეს არის ადამიანთა ცოდვების გამო და ღმერთის ჯის ადამიანებს უსაქციელობის გამო. მე ადრე გამოვეყავი, ასე გვეუბნება იაკობ ხუცესი ამ ნაწარმოების ავტორი. იაკობ ხუცესი მარტო ავტორი არ გახლავთ, ის არის წევრიც ამ ნაწარმოებისა პერსონაჟი, ანუ ავტორ პერსონაჟი გახლავთ და დავბრუნდით დაბაში, სადაც ნეტარი შუშანიკი იყო. ვიხილე ის გამწარებული, მეც ვტიროდი მასთან ერთად და უთხარი დედოფალს. დიდ ღვაწლში შედიხარ დედოფალო. მოკრძალებით მოეპყარი სარწმუნოებას ქრისტესას, იმიტომ რომ ეშმაკმა, ანუ მტერმა, როგორც კანის დაავადება სვრილი რომ არის, ასეთი საძოვარი არ იპოვოს შენს სულში. წმინდა შუშანიკმა თქვა, მღვდელო, მე დიდი ღვაწლისათვის გამზადებული ვარ და უთხარი მას. ეგრეც არის, ხნეიყავი, მოითმინე და სულგრძელობა გამოიჩინე და მითხრა მან, ეს გასაჭირი მარტო ჩემთვისაა, ხოლო მე უთხარი მას, შენი გასაჭირი ჩვენი გასაჭირია, შენი სიხარული ჩვენი სიხარულია, რადგანაც შენ მარტო დედოფალი კი არ იყავი ჩვენთვის, არამედ როგორც შვილებს ისე გვიყურებდი. მე უთხარი, რომ ხვაშიათი, ანუ გულში ნადები გაემხილა. როგორ გეგულება მითხარი, რას ფიქრობ, რათა შენი შრომა აღვწერო. მან მითხრა, რატომ მკითხავ ამას? მე მიუგე, მტკიცედ გახარ? მან მითხრა, ნუ იქნებით ჩემს ახლოს, თუ ვარსკენის საქმეებს და ცოდვებს ვეზიარო. და მე უთხარი მას მწარე გონება აქვს, გვემასა და ტანჯვას დიდ შეგამთხვევს. მან მითხრა მე, უმჯობესია მისი ხელით მოვკვდე, ვიდრე მე და ის ამ ქვეყნად შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ ცოდვებით, რადგანაც მე გაგონილი მაქვს პავლე მოციქულისაგან. არავინ არის დამონებული, არც ძმა, არც და, როცა ცოდვილიანია ადამიანი, მას უნდა მოშორდე. და უთხარი, ეგრე არის, და ვიდრე ჩვენ ამ სიტყვებს ვლაპარაკობდით, ერთი სპარსი კაცი მოვიდა. შევიდა ის ნეტარ შუშანიკთან და ტირილით ამბობდა. ეს სპარსი კაცი სავარაუდოდ პერუს მეფემ, როგორც ჯაშუში თუ თვალყურის მადევნებელი, ისე გამოაგზავნა, გამოაყოლა ვარსკენ პიტიახში.
და ეს სპარსი კაცი ეუბნება შუშანიკს, ასეთი მშვიდობიანი ოჯახი, ანუ სახლი ადრე ოჯახს ნიშნავდა, როგორი საწყალობელი შეიქმნა და სიხარული მწუხარებად გადაექცა. მოდი აქვე ჩავუთავ იმას, რომ რატომღაც ხშირად გონიათ სიტყვა ოჯახი იყოს ქართული. სინამდვილეში ოჯახი გვიანდელი სიტყვაა და ის შემოვიდა თურქულიდან თუ არ ვცდები, ან არაბულიდან ან თურქულიდან და მანამდე ქართველები იყენებდნენ სიტყვას სახლს. სახლი ადრე არ აღნიშნავდა შენობას, არამედ დღევანდელი გაგებით ოჯახს. და ეს ოჯახი როგორი მშვიდობიანი იყო და საწყალობელი გახდა. ის იყო ვარსქელის განზრახვით მოსული და მზაკვრებით ეუბნებოდა ამ ყველაფერს. უნდა გული მოენადირებინა ნეტარი დედოფლისა. ხოლო წმინდა შუშანიკმა გაეგო მისი მზაკვრება, განზრახვა და თავი მტკიცედ მოიზღუდა. ანუ არც კი დაელაპარაკა. 3 დღის შემდეგ მოვიდა ვარსქენ პიტიახში და უთხრა ამ სპარსმა კაცმა, მე როგორც გავიგე, შენი ცოლი შენგან განდგომილია. გეუბნები, ფიცხელი სიტყვები არ უთხრა მას, რადგან დედათა ბუნება ფაქიზია. ანუ იწრო არის დედათა ბუნება, ანუ ქალთა ბუნება არის ფაქიზი. ანუ მეოთხე დღეს, ანუ ეს არის ხვალისა დღე, ანუ მეოთხე დღე იყო უკვე, როდესაც პიტიახში აღდგა და მოგვიწოდა ჩვენ მღვდლებს და მივედით სასულიერო პირები. ანუ როდესაც დაბრუნდა სპარსეთიდან ვარსქენ პიტიახში, პირველი ვისაც ის შეხვდა, ეს გახდა ხუცესები, ანუ სამღვდელოება. სიხარულით შეხვდა და გვითხრა ჩვენ. ამის შემდეგ ნუღორც მომერიდებით და ნუ შემიწაგებ და ჩვენ უთხარით, შენი თავი წარწმიდი, ანუ ცოდვებში ჩავარდი და ჩვენ წავწმიდე. მაშინ დაიწყო მან ლაპარაკი, რატომ იმევა ჩემმა ცოლმა ასეთი საქმე? წადი და უთხარით, რომ მან ჩემი ხატი დაამხო და ჩვენ საწოლზე ნაცარი გადააყარა. მას თავისი ადგილი დაუტოვებია და სხვაგან არის წასული. და შუშანიკმა, როდესაც ეს ამბავი გაიგო, როცა სამღვდელოებამ მიუტანა ეს ამბავი ვარსქენისგან დაბარებული, მან თქვა, მე არ აღმიმართავს ვარსქენის ხატი და მე დავამხე მართლაც. ხატი, ანუ ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვეულებრივ გაგებით ხატს, არამედ მისი სოციალური წონა იგულისხმება აქ, როგორც ქვემო ქართლის მმართველისა. და ასეთ რამეს უთვლის დედოფალი თავის ყოფილ ხმარს, ასეთ თვლის უკვე უცნობი კაცია მისთვის, რადგან რელიგია შეიცვალა. მამაშენმა აღმართა სამარტვილენი და ეკლესიები აღაშენა. შენ კი მამაშენის საქმეები გარყვენი და მისი კეთილის საქმეები სხვა რამედ გადააქციე. მამაშენმა წმინდა ადამიანების შემოიხვივა გარშემო, ხოლო შენ კი დევები, ანუ უწმინდურები შემოიხვიე. მან ღმერთი ქვეყნისა და ცისა აღიარა და ირწმუნა, შენ კი ეს ჭეშმარიტი ღმერთი უარყავი და ცეცხლზე ცითაყვანი. როგორც შენ უარყავი ჩვენი შემოქმედი ღმერთი, ასევე მე შენ შეურაცხყოფ და თუნდაც მრავალი ტანჯვა მოაწიო ჩემზე, მე შენი საქმეების თანასიარი არ გავხდები. ჩვენ ეს ყველაფერი უთხარით პიტიახს, მან გული გაიბრაზა და მრისხანებდა შუშანიკის მიმართ. ამის შემდეგ გააგზავნა ჯოჯიკი, თავისი ძმა და ჯოჯიკის ცოლი, ასევე ეპისკოპოსი და უთხრა მათ, ანუ ჯოჯიკის ცოლი და აფუც ეპისკოპოსი. ესე უთხარით, ადექი და მოდი შენ ადგილზე და ეგეთი გონება ნუ გაქვს. თუ კი ასე არ გააკეთებ, მოგათრევთ. და როდესაც მივიდნენ დედოფლის წინაშე და მრავალ დასაჯერებელ სიტყვას ეტყოდა მას, მაშინ წმინდა შუშანიკმა მათ უთხრა, ბრძენო ადამიანებო, თქვენ ადვილად ამბობთ და რომ დაგიჯეროთ. ხომ იცით, რომ მე მხოლოდ მისი ცოლი ვიყავი და აღარ ვარ. მეგონა რომ მას ქრისტიანობაზე მოვაქცევდი, რათა კვლავ ჭეშმარიტი ღმერთი აღიაროს და ახლა კი მე ამის გაკეთებას მაიძულებთ. ნუ დარჩებით ჩემთან. შენ ჯოჯიკი აღარ ხარ ჩემი მაზლი. არც შენი ძმის ცოლი ვარ მე. არც შენი ცოლი აღარაა ჩემი და. ახლა ნამდვილ გენეტიკურ დაზე აღარ არის ლაპარაკი აქ. ანუ მაზლის ცოლები რომ არიან, ამასეა ლაპარაკი. რადგანაც თქვენ ვარსქენის საქმეების თანასიარები გახდით. ჯოჯიკმა უთხრა, ვიცი მე, რომ თავის მსახურებს გამოაგზავნის და წაგათრევს. შუშანიკმა უთხრა,
მირჩევნია შემკრას და წამათრიოს, მიხარია, რადგან ამით კიდევ უფრო გაცხადდება მისგან თავისი საქციელები. და ეს როდესაც გაიგონეს, ცრემლოდეს ყოველნი, ანუ ყველა ატირდა ჯოჯიკი, ანუ მაზლი შუშანიკის ან მისი ცოლის და აფოც ეპისკოპოსის. არ არის მარტივად სიტუაცია, აი დრამატიზდა უფრო სიტუაცია და უფრო გამძაფრდა. ჯოჯიკი წამოდგა და ცრემლით გარეთ გავიდა. წმინდა შუშანიკმა უთხრა ეპისკოპოსს, როგორც მეტყვი მეუბნები შენ რომ დავიჯერო ეს, როდესაც ვარსკენმა ღმერთი უარყო. ჯოჯიკი ევედრებოდა და ეუბნებოდა, შენ ჩვენი და ხარ და ნუ წარწმეთ ჩვენ ოჯახს. აი ესე დღეში ნუ ჩავდებ. წმინდა შუშანიკმა უთხრა, იცი რომ ჩვენ დები ვართ, მე რომ დავალ და ერთად გასწრილები. და მაგას ვერ ვიზავ, რადგანაც ეს დაუშვებელია და თქვენ იცოდეთ ამაში ვალი გექნებათ. რატომ ეუბნება ასეთ რამეს ჯოჯიკი და შუშანიკი ერთმანეთს, რატომ ესაუბრებიან? წინა შეხვედრაზე მგონი გითხარით, რომ ვარსკენ პიტიახში ვიდრე ცოლად შეითავდა შუშანიკს, მანამდე ასეთი რამ მოხდა. სპარსეთს პირველი, ვინც ეწინააღმდეგებოდა კავკასიაში, იყო სომხეთი. სომხეთის ერთ-ერთი მხედართმთავარი, როგორც წავიკითხეთ ტექსტის დასაწყისშივე, იყო ვარდან მამიკონიანი, გამოჩენილი სომეხი მხედართმთავარი, რომელიც ანტისპარსული განწყობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ ბრძოლაში ვარდან მამიკონიანი მოკლეს სპარსელებმა და მისი დაუბლებული პატარა შვილი შუშანიკი ქვემოქართლის იმდროინდელმა მმართველმა ვარსკენ პიტიახშის მამამ არშუშა პიტიახშმა წამოიყვანა, გაზარდა თავის ვაჟებთან ერთად და როდესაც სრულწლოვანი გახდა, თავის შვილს ცოლადაც შერთო. და ამიტომ არის ლაპარაკი, რომ ერთად გაზრდილები ვართო და ესეთ რამეზე რომ ხდება, თქვენ ამაში თანამდებ ხართ, ანუ ვალში ხართო, იცოდეთ რომ თქვენ ამას ხელს უწყობთ. ფრიად ბევრს ეხვეწებოდნენ, მაგრამ წმინდა და ნეტარი შუშანიკი წინააღმდეგი იყო, აიღო ხელში ევანგელიი, ანუ სახარება თავისი და ტირილით ამბობდა, ღმერთო შენ უწყი, რომ მე სიკვდილისთვისაც კი მზადა ვარ. ეს თქვა, წაიყოლა თან ევანგელე და წიგნი წმინდა მოწამეთა შესახებ. აი ნახეთ, მე-5 საუკუნის შუა ხანებში უკვე ქართლში ქართულად არის ნათარგმნი სახარება და არსებობს წიგნი მოწამეთა. ანუ ეს არის წიგნი, რომელშიც მოწამეების შესახებ იყო საუბარი. არ შევიდა, როდესაც დაბრუნდა, აი ამ შემთხვევაში ბრუნდება სასახლეში, ტაძარში, მაგრამ არა თუ თავის ოთახში შევიდა, არამედ ერთი მცირე ოთახი შეარჩია. აღაპყრო ხელი ზეცისაკე შუშანიკმა და თქვა, ღმერთო, უკვე არც მღვდელთაგან იპოვება ვინმე ჩემი მოწყალე, არც ერისკაცი, მე უკვე უღმერთო ვარსკენის, რომელიც მტერია ღვთისა, სასიკვდილოდ გამიმეტეს და ეს ვარსკენი მომაკვდინებს კიდევაც. 2 დღის შემდეგ მოვიდა გამგელებული ვარსკენი სასახლეში და უთხრა მსახურებს, დღეს მე და ჯოჯიკი და მისი ცოლი ერთად პურს ვჭამთ, სხვა არავინ შემოვიდეს. როდესაც საღამო მოვიდა, დაუძახეს ჯოჯიკსა და მის ცოლს, ინებეს ერთად პურის ჭამა და ამ დროს მოიყვანეს წმინდა შუშანიკიც. როდესაც დაიწყეს პურობა, შევიდა ჯოჯიკი და მისი ცოლი წმინდა შუშანიკთან და უნდათ რომ მისთვისაც პური ეჭმიათ, რადგანაც უკვე თითქმის 1 კვირაა, რაც გაიგო შუშანიკმა თავისი ქმრის რელიგიის შეცვლის შესახებ და უზმოდა, არაფერი აქვს დაჭამი. მეტისმეტად აიძულეს, წამოიყვანეს სასახლეში, მაგრამ გემოს არ უსინჯავდა არაფერს. და ამ დროს ჯოჯიკის ცოლმა ჭიქით ღვინო მიაწოდა და აიძულებდა რომ დაელია. ღვინო ზოგადად აპეტაიზერად იყო მიჩნეული ყოველთვის, ანუ მადის გამხსნელად და საკვებ დანამატად და არა სათრობ საშუალებად და ესე იგი ჯოჯიკის ცოლი, ანუ მაზლის ცოლი აიძულებს რომ დალიოს, რომ მადა გაეხსნას. და წმინდა შუშანიკმა უთხრა, როდის ყოფილა აქამდე რომ ქალებს უცხო მამაკაცებთან ერთად ეჭამოთ პურიო. ანუ რას გულისხმობს, უკვე ვარსკენი მისთვის არის უცხო კაცი, რადგანაც სარწმუნოება შეიცვალა და უცხო კაცთან ჭამას არ აპირებს.
და ამ დროს მან ხელი გაიქნია ეს ღვინიან ჭიქა რომ მოეცილებინა და ჭიქას როდესაც ხელი აუკრა მაზლისწოლს ხელიდან გაუსყდა ჭიქა და სახეში შეელეცა და ეს ღვინო რა თქმა უნდა დაითხია. ეს რომ დაინახა ვარსქენმა დაიწყო გინება, უჯერო გინება დედოფლისა და ფეხით დათრგუნვიდა, ანუ წიხლებს ურტყამდა. შემდეგ აიღო მორკალური რკინა, ანუ ასტანი საჩხრე კი ნაკვერწყლისა და თავში ჩაკრა. ერთი თვალით დაუბუშტა, ანუ თვალს რომ ჩაარტყა მუშტი, გაუსივდა და მჯიღებით სცემდა და თმით აქეთ-იქით მიმოითრევდა. როგორც მხეცი, ისე მძინვარედ ყვიროდა და როგორც სოფიანი, ისე გამოსცემდა ხმებს. სოფი ალბათ გაიგონიათ რაც არის, ეს გახლავთ ერთ-ერთი ვერაგი დაავადება. სოფი თვითონ ითარგმნება როგორც წყლის შიში, იმიტომ რომ სოფიანებს ეშინიათ წყლისა. და ეს დაავადება არ იკურნება. თუ ადამიანს გინდა ცხოველს შეხვდა, ის არ იკურნება არავითარ შემთხვევაში, არანაირი მედიკამენტოზური საშუალებები ამისთვის არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს მისი პრევენციის, ანუ აცრის საშუალება, რადიოლოგიური აცრა, მაგრამ თვითონ ცოფიანობა ნიშნავს იმას, რომ გადარეულია ცხოველი თუ ადამიანი ღრიალებს, ხშირ შემთხვევაში ზედმიწევნით აგრესიულია და ადამიანებსაც კი, როდესაც ცხოველებისაგან გადასდებიათ ცოფი, ისინიც დაკბენისა და ზოგადად ადამიანებს თუ ნებისმიერ ამის დასახიცრებისაკენ მძინვარედ მიიწევენ. და ზუსტად ცოფიანს გავდა ამ დროს თუნდაც ვარსქენ პიტიახში და როდესაც დედოფალ შუშანიკს სცემდა, მაშინ წამოდგა ჯოჯკი და ძმის გაჩერებას ეცადა, მაგრამ ისიც გვემა, ანუ ისიც სცემა და შუშანიკს, რომელსაც უკვე ფაქტობრივად თავსაბურავიც მოეხადა, ანუ თავსაფარიც კი მერდინი თუ რაც კიდათ ის ვთქვით, ხა ზოგადად ალბათ იცით ის რომ აზიურ ქვეყნებში და მათ შორის ქართლშიც თავში შველა სიარული არც კაცისა, არც ქალისა არ იყო კანონიკური და არ იყო მიჩნეული სწორად, აი ეს თავსაფარიც მოეხადა და ისე ეგდო ძირს, როგორც მგლისაგან სულ ამოღებული კრავი. როგორც მკვდარი ისე იწვა შუშანიკი დედამიწაზე და აგირებდა ვარსქენი მას თესლსა და ტომსა და ოჯახის მაოხრებას ეძახდა. ანუ გითხარით მე თქვენ რომ შუშანიკი სომეხი იყო და ესე იგი სომხურ წარმომავლობას აგინებდა და ოჯახის მაოხრებას ეძახდა. შემდეგ ბრძანა რომ შეეკრათ ის ბორკილებით და როდესაც გულისწყრომისაგან დაწყნადა ცოტა, მასთან შევიდა ის სპარსი კაცი და ევედრებოდა გულმხურვალედ, რათა ბორკილებისაგან გაეთავისუფლებინათ შუშანიკი. როდესაც ევედრა ბრძანა რომ მოეხსნათ მისთვის ბორკილები და ერთ ოთახში შეეყვანათ და იქვე კრძალულად, ისე რომ არავის დაენახა, ისე ყოფილიყო ერთი მსახურით დაცული. და უთხრა ესეთი რამე, რომ არც ერთი კაცი და არც ერთი ქალი, მამაკაცი და დედაკაცი არ შესულიყო მის ანახავად. როდესაც გათენდა, ანუ როდესაც ცისკარი მოახლოვდა, თქვენ ალბათ იცით, რომ გამთენიისას პლანეტა ვენერა, იგივე ცისკრის ვარსკვლავი, იგივე მთიები კაშკაშებს აღმოსავლეთით ცაზე. და მოკლედ გამთენიის ჟამს იკითხა მსახურთან, წყულებისაგან როგორ არის? შუშანიკ დედოფალი მოიკითხა ვარსქენმა. მან უთხრა, არ არის კარგად. მაშინ თვითონ შევიდა ვარსქენი, ნახა და ძალიან გაუკვირდა ამდენად შესიებული რომ იყო ცემისაგან. და მსახურს ესეთი რამ უთხრა, ნურავი შევა მის სანახავად და თვითონ სანადიროდ წავიდა. სავარაუდოდ მის სანახავად იმიტომ არავინ უნდა შესულიყო, რომ ვარსქენს ერიდება იხილონ მისი ყოფილი თუ ნამდვილი წოლი, როგორც კიდათ ისე ჩავთვალოთ ახლა, ერიდება რომ ნაცემი და ესეთი დაბეგვილი ენახა ვინმეს. მე ავდექი და მივედი მცველთან, იაკობ ხუცესი ამოსამას, ანუ ამ ნაწარმოების ავტორი. ვეუბნებოდი მცველს, მარტო შემიშვი, რათა ვიხილო მისი წყულები. მან მითხრა, ვარსქენმა რომ გაიგოს და მომკლას, მე უთხარი, უბადლყო, მისი გაზრდილი არ ხარ და თუნდაც მოკლას, ეს რა არის? მაშინ შემიშვა მე ფარულად და როდესაც შევედი, ვიხილე მისი სახე დაბზარული და გასიებული. ხმამაღლა ვტიროდი და შუშანიკმა მითხრა,
ნუ ტირი ჩემ გამო, რადგანაც ეს ღამე არის ჩემი სიხარულის დასაბამი, ანუ დასაწყისი. ქრისტიანები თვლიან, რომ როდესაც ისინი ქრისტიანობის გამო სისხლს დააქცევენ, ან ქრისტეს გამო შეურაცხყოფენ, ეს მათთვის დიდი სიხარულია, რადგანაც როდესაც ქრისტე პირველ საუკუნეში 33 წლის ასაკში გააკრეს ჯვარზე და ქრისტემ ეს ყველაფერი მოითმინა, რომ მისი სისხლი უნდა დაღლილიყო, რათა მანამდე არსებული ყველა ცოდვა მიტევებოდა კაცობრიობას, ეს იქ ყველა მორწმუნეს ქრისტეს სისხლის ზვალი გვაქვს. და ამიტომაც თვლის შუშანიკი, რომ თუ კი ის ქრისტესათვის სისხლს დააღვრის, ამით ქრისტეს გადაუხდის უარს. და ამიტომაც ამბობს, რომ ეს ღამე ჩემთვის არის სასიხარულო. წმინდა შუშანიკს უთხარი, მიბრძანე რათა მოგვბანოს სისხლის სახეზე და ასევე ნაცარი და სალბუნად წამალი დაგატო. რა იქნებ ღამით განიკურნო. წმინდა შუშანიკმა მითხრა, მღვდელო, მაგას ნუ იტყვი, რადგანაც ეს სისხლი ჩემი ცოდვათა გამწმენდია. მე ვაიძულე მცირეოდენი ეჭამა, რომელიც ორ ეპისკოპოს, არა აფოთს, არამედ სამუელ და იოანე ეპისკოპოსებს გამოეგზავნა. ისინი ფარულად, ანუ ჩუმად იღწოდნენ და ნუგეშ სცემდნენ დედოფალ შუშანიკს. მაშინ მითხრა წმინდა შუშანიკმა, მე არ შემიძლია მღვდელო გემოს გასინჯვა, რადგან ყბები და ზოგიერთი კბილი შემოსწვრილი მაქვს ჩამტვრეული. მაშინ მოვიტანე ღვინო და პური, დავალბე და მცირე გემო იხილა. ნახეთ, ეს არის უკვე ერთ კვირაზე მეტი პერიოდი, რაც შუშანიკს საერთოდ არაფერი უჭამია. როგორც კი გაიგო, რომ ვარსკენმა ქრისტიანობა მიატოვა და ატროშანი აღიარა, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა, ამის მერე ის მშიერია და მოკლედ ის იყო პირველი მცირედი კვება მისი. მე ვჩქარობდი გამოსვლას, მაშინ მითხრა წმინდა შუშანიკმა, აი მე რაც სამკაულები მაქვს, მღვდელო, ვარსკენისაგან ბოძებული, დაუბრუნო? მე ამ ცხოვრებაში ამას აღარ ვიხმარ, აღარ მოვიხმარ. მე უთხარი, ნუ იჩქარებ, იყო შენთან და ჩვენ როცა ამას ვსაუბრობდით, მოვიდა ერთი ახალგაზრდა, ანუ ყრმაი და თქვა, იაკობი მანდ არის? მე უთხარი, რა გინდა? და მან მითხრა, გიწეს გეძახის სპიტიახში. მე გამიკვირდა თუ ამ დროისათვის რატომ მეძახდა და მივედი და მან მითხრა, იცი ხუცესო, მე ჰონებთან საბრძოლველად მივდივარ და შუშანიკს ჩემი სამკაულები არ დაუტოვო. რადგანაც ის ჩემი ცოლი აღარ არის. ვინმეს მოვძებნი, რომელიც მას განკაფავს, შეიმკობს. მიდი და გამოართვი ყოველივე, რაც აქვს. ნახეთ რა არის, ჩვენ ნაწარმოების დასაწყისში უკვე მოვისმინეთ ესეთი რამ, რომ ვარსკენმა სპარსეთის მეფის პეროზეს ასული შეირთო ცოლად. სომხური ვერსიის მიხედვით სიდედრი. ეს ქართული ვერსიის მიხედვით არის ის ასული, თორე სომხურ ვერსიაში სიდედრი წერია თითქოს პეროზის სიდედრი შეირთო ცოლად ვარსკენ პიტიახში. და თუ კი ცოლი ყავს ახალი შეერთული, რატომ უნდა ლაპარაკო? ეს ვიღაცას ვიპოვი, რომელსაც შუშანიკზე გამორთვეულ სამკაულებს მივცემ და მათ განკაფავს, მას გამოიყენებს. მე წავედი და უთხარი წმინდა შუშანიკს. ხოლო მან დიდად გაიხარა, მადლობა გადაუხადა ღმერთს და ყველაფერი გამომატანა და მივართვი პიტიახს. მან მიიღო ჩემგან ეს სამკაულები, მოიხილა, დაითვალა და თქვა, რომ ყველაფერი იყო გამოგზავნილი და თქვა, ვიღაცას შემდეგში მოვძებნი, რომელიც ამეებით შეიმკობს თავს. ანუ სამკაულებით. შემდეგ მერვე თავი. მოვიდა დიდმარხვის პერიოდი. ეს არის აღდგომის წინა მარხვა, რომელიც 7 კვირას გრძელდება და ამ ხელა მარხვა ქრისტიანებს არც ერთი არ გააჩნიათ სხვა. 7 კვირა გრძელდება ის და ამიტომ ქვია დიდი მარხვა. მივიდა შუშანიკი წმინდა ეკლესიის, ერთ-ერთ მახლობელ წმინდა ეკლესიაში, მოიპოვა პატარა ოთახი და იქ შეჩერდა. ანუ დაეყუდა, რას ნიშნავს? დაყუდება ნიშნავს იქ გადაცხოვრებას. სენაკი იყო მცირე, პატარა სარკმელი ჰქონდა, სენაკი არის პატარა ოთახი თვითონაც და პატარა სარკმელი ჰქონდა. და ისიც დააბნელა და 7 კვირის განმავლობაში ამ სიბნელეში იყო მარხვით, ლოცვითა და ტირილით.
პიტიახში ვიღაცამ მისიანმა უთხრა, რომ ამ წმინდა მარხვის პერიოდში ნურაფერს ეტყვი დედოფალსო. და როდესაც მოვიდა ახუსების ორშაბათი, ანუ აღდგომის ორშაბათი, აღდგომის მეორე დღე, რატო ქვია ახუსება აღდგომას მეორენაირად ქართულად, იმიტომ რომ აღდგომა ყოველთვის არის სავსე მთვარეობის დროს, როცა მთვარე აღვსილია და არა თქვათ მილეული ან ახალი მთვარე არა. და მოკლედ აღდგომის ორშაბათია და პიტიახი დაბრუნდა ხონებთან ბრძოლიდან. ანუ ხონები ახლა ეს ერთ კავკასიაში გავრცელებული მომთაბარე ტომი გახდათ, კავკასიაში არსებული მომთაბარე ტომი და ამ დროს ეშმაკი მის გულს ხრიდა, ანუ ეშმაკი იყო დაპატრონებული მასი, გაბოროტებული იყო. მივიდა ეკლესიაში და აფოც ეპისკოპოსს ეუბნებოდა, დამიბრუნე ჩემი ცოლი, რატომ გამაშორებთ ჩემგან? ნახეთ, ისევ ცდილობს ვარსქენი, რომ შუშანიკი დაბრუნდეს ცოლის ამპლუაში და ცოლის სტატუსი უნდა რომ მქონდეს ისევ. და ამიტომაც აფოც ეპისკოპოსს ეჩხუბება და ღმერთს გმობდა და აგინებდა, ანუ ქრისტეს. მღვდელმა უთხრა მას, ბატონო, რატომ ამბობ ასეთ ბოროტ სიტყვებს და აგინებ ეპისკოპოსს და წმინდა შუშანიკზე რისხვით რატომ ლაპარაკობ? ეს რომ გაიგონა მღვდლისაგან, ვარსკენ პიტიახშმა კვერთხი, ანუ ხელჯოხი გადაარტყა ზურგზე და მღვდელს სიტყვა აღარ გაუგზელებია. ამის შემდეგ წმინდა შუშანიკი მოათხრევინა, თიხიან მიწაზე მოათხრევდნენ, რომელსაც ადგილ-ადგილ ეკლები ეყარა ძირს და ეკლესიიდან სასახლემდე მკვდარივით მოათხრევდნენ. ადგილ-ადგილ კი ძეძვი, ანუ ეკლიანი მცენარეები ჰქონდათ დაყრილი და შუშანიკის ტანსაცმელი და ხორცი წვრილად ამ ძეძვზე გადატარების დროს დაიბზარა. ასე მოიყვანეს ის სასახლეში და შემდეგ ბრძანა ვარსკენმა, რომ გაეკოჭათ, შეეკრათ და ეცემათ. ბოროტად ლაპარაკობდა, აი ახლა მოვიდე შენი ეკლესია, ქრისტიანები და თქვენი ღმერთი და დაგიცვას. და ბრძანა, რომ 300-ჯერ დაერტყათ მასზე კვერთხი, მაგრამ შუშანიკის ხმაც კი არც კვნესა და არც ვაება არ წარმოუთქვამს. მაშინ წმინდა შუშანიკმა უთხრა ურძლო ვარსკენს, უბადრუკო, შენი თავი არ შეიწყალე და ნამდვილი ღმერთისაგან განდექი და შენ მე შემიწყალებ? და როდესაც იხილა დიდძალი სისხლი, რომელიც ჩამოდიოდა მას რბილი ხორცთაგან, მაშინ ბრძანა, რომ კისერზე მისთვის ჯაჭვი დაედოთ და უბრძანა სენაკაპანს, ანუ სენაკაპანი არის ადამიანი, ვინც მცველი იქნებოდა სენაკისა, სადაც შუშანიკს შეამწყდებდნენ. სენაკაპანს უბრძანა, რომ წაიყვანონ წმინდა შუშანიკის ციხეში და საპყრობილეში, სიბნელეში დააყენონ, რათა მოკვდეს. ერთი დიაკვანი ეპისკოპოსისა წმინდა შუშანიკის ახლოს იდგა, როდესაც გამოყავდათ სასახლიდან. უნდოდა მას, რომ მტკიცედ დადექი, მტკიცედ იყავი. და ამ დროს დაინახა პიტიახში, რომელიც და ვეღარაფერი ვერ თქვა, გარდა მტკი და მტკიცედ დეგ უნდოდა ეთქვა და მარტო მტკი ითქვა და დადუმდა და სწრაფად დაიწყო განშორება. ნახეთ, ცხენით ესე ილუსტრაციის მიხედვით, შუშანიკი ჯაჭვი რომ აქვს კისერზე შემოხვეული და ცხენ რომ მისდევს, როდესაც ციხეში გადაყავთ. საპყრობილეში გადაყავთ შუშანიკი და ვერავინ ვერ ეხმარება, იმიტომ რომ ვარსკენი ცხენ მისდევს ხალხს. მაშინ წამოიყვანეს და მოიყვანეს შუშანიკი, როგორც თმა გარდატევებული, ანუ წარმოგიდგენთ ახლა ქალს, რომ მე-5 საუკუნეში თმას გადაპარსავდნენ, ხო, უთმოდ. უხამური, ანუ ფეხსაცმელიც კი არ ეცვა. ვიღაც შეურაცხმთაგანი, ან როცა ადამიანები გიждდებიან, ცდილობენ, რომ თმა არ გაეზარდოს ფსიქიურად დაავადებულს, იმიტომ რომ იგლეჭენ თმებს და თავისთავად უნებლიეთ ამით დიდ კილს იყენებენ. და მოკლედ ეს ფეხშიშველა, თმა გარდატევებული, როგორც შეურაცხადი, ფსიქოლოგიურად აშლილი არსება, აი ესე მოჰყავდათ. ვერავინ გაბედა, რომ მისთვის თავზე რაიმე დაებურათ, რაღაც თავზე დაეხურათ, რადგანაც ცხენდაცხენ მიყვებოდა უკან ვარსკენი და აგინებდა მას მრავალი გინებით.
წმინდა დედოფლის უკან მოდიოდა ამბოხებული დედები და მამები, ურიცხვი ადამიანი, ხმამაღლა ტიროდნენ და ღაწვებს, ანუ ლოყის ზედა ნაწილს იკაწრავდნენ და შუშანიკის გამო ცრემლს ათხევდნენ. წმინდა შუშანიკმა უკან მოიხედა და ერს მიაწახა ხალხს. ნუ ტირით ძმებო და დებო ჩემო, შვილო ჩემო, არამედ ლოცვებში მომიხსენეთ. მე დღეიდან თქვენგან გამიჯნული ვარ და ვეღარ მიხილავთ ციხიდან ცოცხლად გამოსულს. და როდესაც იხილა პიტიახშმა დედებისა და მამების ამბოხი, ქალთა, კაცთა, მოხუცებულთა და ახალგაზრდათა, ცხენდაცხენ დასდევდა მათ და ყველას ფანტავდა. როდესაც მივიდნენ ციხის ხიდთან, პიტიახშმა წმინდა შუშანიკს უთხრა: აი ეგ არის შენი ბოლო ფეხით სიარული, რადგან მანდედან შენით ვეღარ გამოხვალ და 4-ით გამოგიტანენ, ანუ კუბურთი გამოგიტანენ. როდესაც შევიდნენ ციხეში, ციხის შიგნით იპოვეს ერთი სახლაკი, პატარა სახლი, ჩრდილოეთის მხარეს, მცირე და ბნელი და იქ დააყენეს წმინდა შუშანიკი და ჯაჭვი, რომელიც ქედზეედო, ეგრევე ისევ ჰქონდა კისერზე. უჯულო ვარსქენმა თავისი ბეჭდით დაბეჭდა. წმინდა შუშანიკმა თქვა: მე ამით მხიარული ვარ, რათა აქ ვიტანჯო და იქ განვისვენო. ხოლო პიტიახშმა უთხრა მას: კარგი, განისვენე. მაშინ დაადგინა მცველები და უთხრა მათ, რომ შიმშილით მოკლან ის. და ეტყოდა: გეტყვით თქვენ, თუ ვინმე შევა მასთან სანახავად, კიდაც კაცი, კიდაც ქალი, და თქვენს თავსაც მოუვა, თქვენ ცოლ-შვილს და თქვენს ოჯახს, რასაც დაგმართებთ, იცოდეთ, უბრალო ვიქნებით, მე არ დამაბრალდით. და ამის შემდეგ გამოვიდა ციხიდან. 3 კვირის თავზე მცველთაგან ერთ-ერთს კითხა: ის საწყალობელი კიდევ ცოცხალია? მან უთხრა: ბატონო, სიკვდილი იმდენად მოსაგონებელი და სადარდებელი არ არის, ვიდრე მისი სიცოცხლე, რადგანაც შიმშილით უფრო მოკვდება, რადგანაც საჭმელს არ ჭამს. მაშინ ვარსკენმა უთხრა: ნუ ჯავრობთ, უკეთესია მოკვდეს. მე მრავალი ვედრებით მცველს ვუქადაკე ერთი 3 მისთვის შესაფერისი ჭურჭელი, ანუ მისთვის შესაფერისი ნივთები, ამ შემთხვევაში 60-ია ლაპარაკი, ანუ ქრთამს იძლევა იაკობ ხუცესი, რომ შეუშვან დედოფალთან. და მან მითხრა: როცა დაღამდება, მოდი მხოლოდ შენ მარტო. შემიყვანა მცველმა და ვიხილე ტარიგი, ანუ კრავი, რომელსაც შესაწირავად იყენებენ ეკლესიაში. აი შუშანიკი გავდა ტარიგს, ანუ ბატკანს შესაწირავს. ქრისტეს მშვენიერი რძალი, შემკული, მაგრამ საკურელებით, რომელიც ჰქონდა ბორკილები, ესეც კი სამკაულებივით უხდებოდა და ვეღარ მოვითვინე და ვტიროდი ხმამაღლა. ამ დროისათვის პიტიახში ჩორჩი, ანუ დარიალის მხარეს წარემართა, ჯოჯიკი, მისი ძმა, როდესაც შუშანიკი ეკლესიაში უკაცრავად ციხეში წაიყვანეს, არ იყო მაშინ იქ. და როდესაც ჯოჯიკი მობრუნდა სასახლეში და გაიგო, რომ პიტიახშმა ქედზე ჯაჭვით დაადო შუშანიკს და ისე ყავდა ციხეში პატიმრობაში, პიტიახს დაეწია ჩორჩი მიმავალს, ანუ დარუბანდის უკაცრავად დარიელისკენ მიმავალს. მიეწია მას ჰერეთის საზღვარზე და ევედრებოდა მას, რომ საკურელებისაგან, ანუ ბორკილებისაგან გაეთავისუფლებინათ შუშანიკი. როდესაც მოაწყინა ძმამ თავი ვარსკეს ვედრებით, თქვა, რომ ბორკილებისგან გაეთავისუფლებინათ დედოფალი. როდესაც დაბრუნდა ჯოჯიკი, ჯაჭვი კისრიდან მოხადა, მაგრამ ბორკილები შუშანიკმა არ მოახსნევინა და სიკვდილამდე ეკეთა. 6 წლის განმავლობაში ციხეში იყო და აღასრულებდა საღმრთო წესს, მარხვით, მარადიული მღვიძარებით, ფეხზე დგომით, მოუწყენად თაყვანს სცემდა ღმერთს, ანუ მეტანიებს აკეთებდა და მოუწყინებლად კითხულობდა სასულიერო შინაარსის წიგნებს. ციხე მთლიანად გაამშვენა და გააბწყინა თავისი სულიერი ქნარით. ამის შემდეგ ქართლში შუშანიკის ამბავი ფრიად განითქვა. მოდიოდნენ ქალნი და კაცნი, რათა აღთქმული შეეწირათ, რადგანაც ვისაც რა სურდა, ყველაფერი უსურდებოდა წმინდა შუშანიკის ლოცვით. უშვილოებს შვილი, სნეულებს კურნება,
ბრმებს კი თვალის ახელა. ანუ შუშანიკი ამ ყველაფერს ლოცვით აკეთებდა. და შუშანიკი ამ დროს ხელსაქმის, ანუ ჭიჭნაუხტის საქმის ნაცვლად ხელში აიღებდა დავითს, ანუ ფსალმუნებს და 150 ფსალმუნის ზეპირა დაისწავლა. დღე და ღამე ღმერთს ზესკნელის მეუფეს, ანუ ზეცის მეუფეს, ღმერთს სათნოდ უგალობებდა და ცრემლით ტიროდა. და ერთ დღესაც ნეტარ შუშანიკს უთხრეს, რომ შენი შვილი ვარსქენმა ცეცხლთა ყვანისმცემლობაზე, ანუ მოგვობაზე მოაქცია. მაშინ ღვთის წინაშე თაყვანი, ანუ თავი ყანაზე, ანუ თავი მიწაზე დახარა, ტირილით თავს დაბლას სცემდა და ამბობდა: "გმადლობ ღმერთო, რადგან არა ჩემი, არამედ შენი მოცემულები იყვნენ. როგორც გნებავს, იყოს ისე შენი ნება უფალო, მე კი ეშმაკისაგან დამიფარე." მე ვნახე შუშანიკი დაღლილი და ტირილით დაბუშებული. ეპისკოპოსებს, რაც კი ქონდათ გამოგზავნილი საჭმელი, ვაიცულე მცირეოდენი შეეჭამა და როცა მცირეოდენი შეჭამა, ღმერთს მადლობას უხდიდი. მანამდე დედას და შვილები მოდიოდნენ ხოლმე სანახავად, მაგრამ როდესაც შვილებმა მოგვობა, ანუ ცეცხლთა ყვანისმცემლობა მიიღეს, ამის შემდეგ ვეღარ კადრულობდნენ მის ხილვას. დედას კი მათი გახსენებაც, სახელის ხსენებაც კი სწაგდა. ამის შემდეგ მოციქულები გამოგზავნა კიდევ პიტიახშმა და შეუთვალა: "ჩემ ნებას დასთანხმდი, დაბრუნდი სასახლეში, თუ არა და იცოდე, ჩორდში, ანუ დარიელის ხეობაში გაგგზავნი ვირზე შესმულს, სახედარზე შესმულს." წმინდა შუშანიკმა უთხრა: "უბადრუქო, მე თუ ჩორდში გამაგზავნი, იქნებ ამით კეთილსაც კი შევემთხიო და ამ სიბოროტეს მოვერიდო." პიტიახს ეს სიტყვები სხვანაირად გაუგია. ვაი თუ ვინ კეთილ რაღაცას შევემთხიო, ვაი თუ ვინმე მთავარმა ის ცოლად მოიყვანოსო, შეირთოსო და ამის შემდეგ აღარავინ გაუგზავნია იქ. ხოლო წმინდა შუშანიკი ამას ამბობდა არა იმიტომ, რომ თუ ჩორჩი წაიყვანე გათხოვილიყო, არამედ ის ამბობდა იქნებ მოუკვდე და ამით დახსნოდა ამ ქვეყანაზე არსებულ გასაჭირს. პიტიახშმა გამოარჩია თავის ძუძუმტე, ალბათ იცით ვინც არის ძუძუმტე, ესენი არიან ადამიანები, ვინც ბავშვობის დროს ერთი ქალის ცუდუთი იკვებებიან და ძუძუმტეს დაავალა, რომ სასახლეში დაეფრუნებინა. ეს უკვე მე რამდენი მცდელობაა, ხო? და ამ კაცმა უთხრა შუშანიკს: "მოისმინე ჩემი და დაბრუნდი სასახლეში. ნუ აოხრებ შენ ოჯახს." წმინდა შუშანიკმა უთხრა: "იმ უღმერთოს უთხარი, შენ მომკალი და მითხარი, რომ აი აქედან შენი ფეხი თუ აღარ გამოხვალ ციხიდან ცოცხალი. და მას თუ კი შეუძლო მკვდრის აღდგინება, მაშინ საკუთარი დედა აღადგინოს მკვდრეთით, რომელიც ურდში არის დამარხული. თუ კი მკვდარ დედას ვერ აღადგენს, მაშინ როგორ შეძლებს ჩემს აქედან გაყვანას, თუ არ გამათრევს." და პიტიახს როდესაც ძუძუმტემ ეს უთხრა, მან თქვა: "ნამდვილად ეგრე უთხარი." მეორე დღე შემოვიდა და წმინდა შუშანიკს უთხრა ვიღაცამ სხვამ: "კეთილად ეუბნებოდი, კარგად ეუბნებოდი ამ სიტყვებს, რადგანაც შენი მოტყუება უნდოდა." ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ზაკვითა და ბოროტებით ეუბნებოდა დედოფალს. და წმინდა შუშანიკმა უთხრა: "შენ ღმერთი ძილში ხომ არ გგონია? მან ის უმზადებს ადამიანს პირში სიტყვას, რადგანაც ამბობს უფალი, მე მიუგებ პასუხს თქვენ ნაცვლად." თავი მე-11. როდესაც შესრულდა მე-6 წელი საპყრობილეში ყოფნისა, დასნეულდა დედოფალი და ისე დაიწყო ჩაქრობა, როგორც ალმა, ცეცხლის ალმა. იმ დღიდან, როდესაც ის ციხეში მიიყვანეს, მას სასთუმალზე ბალიშზე თავი არ დაუტვია, გარდა ერთი ალიზისა, ანუ აგურიედო თავქვეშ და ქვემოთ ეგო ქვეშაგებად ერთი ძველი ტყავის საფარი და კიდევ იქვე ქონდა თაყვანისაცემელი, ანუ თაყვანსაც სცემდა ღმერთს, ანუ როდესაც მუხლებში მოხრილი თავს მიწამდე ხრიდა. ზაფხულში, როდესაც ცეცხლის მსგავსად წვავდა მზე ყველაფერს,
ქარი იყო ხორშაკი, ანუ მშრალი და ამ ადგილში არის მავნებელი წყალი. იმ ადგილში, სადაც ციხე იყო, სადაც შუშანი იყო დაპატიმრებული, ყველა არის წყლით გასიებული და გაყვითრებული, დაწერტილებული, დამშრალი და დამღიერებული. პირგასიებულები და ყველა დღემოკლედ ცხოვრებულნი. მოხუცებული იმ მხარეში არავინ არის და ასეთ ციხეში შუშანი კი 6 წელიწადს იყო შეპყრობილი მძიმე ბორკილებით. მინდა გითხრათ, რომ ასეთი მძიმე ბუნების აღწერა, რომ ჟამსა ზაფხულისასაც ცეცხლ შემწველი იგი მხურვალება, ისე ქარი ხორშაკი და ასე შემდგომ. ესეთი მკაცრი კლიმატის ადგილი საქართველოში არასოდეს ყოფილა და არც იქნება არასოდეს, მაგრამ ეს არის, რა თქმა უნდა, ჰიპერბოლიზებული, ანუ გაზრიადებული მხატვრული ნაწარმოებია და იმიტომაც. და როდესაც მე-7 წელი დგებოდა წმინდა და სამგზის სანატრელი შუშანიკის ხორცი და სული უნდა გაყროდა ერთმანეთს. მას აბა რომ ეს ეცვა ანტიოქიის პალეკარტისაგან შეკერილი, აი მის შიგნით ძაძა, ანუ სამგლოვიარო ტანსაცმელი ემოსა. ესე იგი, შუშანიკ დედობას ეცვა გარედან ძვირფასი ქსოვილის კაბა, ანტიოქიის პალეკარტი. ანტიოქია სირიული ქალაქია, სადაც ძვირფას ქსოვილებს ქსოვდნენ. და თურმე ამ ანტიოქიის პალეკარტის კაბის ქვეშ ეცვა ძაძა, ანუ სამგლოვიარო სამოსი. და ქალები როდის იცვამენ სამგლოვიარო ტანსაცმელს, როდესაც მეუღლეები გარდაეცვალათ. ანუ შუშანიკი შინაგანად მგლოვიარია, მან ვარსკენი მკვდრად გამოაცხადა ფაქტობრივად რელიგიის შეცვლის შემდეგ. როდესაც გაიგო ჯოჯიკმა, რომ უახლოებულია დედოფლის სიკვდილი, წავიდა და თან წაიყვანა თავის ცოლ-შვილი და თავისი მონამხევლები. მივიდა ციხეში შუშანიკი, რომ ეხილა ეს მარტვილი, ანუ წამებული. პირველად შუშანიკს ამას ეუბნებოდა: რძალო და მხევალო ქრისტესო, ღმერთს ვთხოვე, რათა მრავალი შეცოდება რომ მაქვს მომიტევოს. თუ რაიმე შეგცოდეთ, როგორც საწუთროს ადამიანებმა, წუთი სოფლის მოყვარეებმა, მოგვიტევე და ჩვენი მედგრობის, ანუ სიზარმაცის გამო მოგვიხსენე ღვთის წინაშე. შუშანიკმა უთხრა ჯოჯიკსა და მის ცოლს: თქვენ ჩემი საქმე რაღაც გააუბრალოეთ. არავინ იყო კაცთა შორის, ადამიანთა შორის, რომელსაც ჩემდამი მოწყალების გრძნობა ექნებოდა და ჩემს ტკივილს გაიზიარებდა, რომელიც შეაჯერებდა უღმრთო ჩემს საწუთრო მეუღლეს და დააჯერებდა ჩემს სიმართლეში. მათ უთხრეს: ჩვენ ბევრს ვეცადეთ, მაგრამ არც სიტყვაც კი არ გაიგონა. მაშინ უთხრა შუშანიკმა: მე და ვარსკენ პიტიახში განვისაჯებით იქ, სადაც უზენაესი მსაჯული ღმერთია, სადაც არ არის გარჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, სადაც მე და ის თანაბარ სიტყვას ვეტყვით იესო ქრისტეს წინაშე. მიაგებს მას ღმერთი იმის გამო, რომ მან ჩემი ნაყოფი უდროოდ დაკრიფა, აი მკვახე ნაყოფი რომ დაკრიფაო თითქოს. ჩემი სიცოცხლის სანთელი დაშრიტა და ჩემი ცხოვრების ყვავილი დააჭკნო. ჩემი მშვენიერება დააბნელა და დიდება ჩემი დაამდაბლა. ღმერთი გავგშის მე და მას შორის, რომელია მართალი და მტხვარი. მე ამას ვუმადლობ ღმერთს, რადგანაც აქ არსებული ტანჯვის გამო იმ ქვეყნად რხის ვპოვებ. მგვემა და მათრია, მაგრამ ამის გამო მე სასუფეველში მოვხვდები. ქრისტე, უფალი იესო ქრისტე, ჩემი ბატონია და ის ამ წყალობას გამოიღებს. ჯოჯიკი და მისი ცოლი და მხლებელი მტიროდნენ მის სიტყვებზე და ამბობდნენ: მოგვიტევე ჩვენი ბრალეულობა და გვაკურთხე წმინდა და მარტვილო სანატრელო ქრისტე ღვთის წინაშე რომ ხარ. წმინდა შუშანიკმა უთხრა: ღმერთმა მოგიტევოთ, რაც კი გააკეთეთ. მაშინ აკუთხა ჯოჯიკი და მისი ცოლის შვილი და მონამხევალი ეზოდა სასახლე პალატები, ანუ შენობების სასახლე მათი და ეუბნებოდა: ეს ცხოვრება, როგორც ველის ყვავილი, ისეთი წარმავალი არის და დაუდგომელი. ვინც თესავს, ის იმკის, ვინც დააბნია გლახაკებში ქონება, ის მოიკრებს ყველაფერს. რომელმაც თავის თავი წარწმინდა ამ ქვეყნად, ის იმ ქვეყნად იქნება განდიდებული. შემდგომ ჯოჯიკისა მასთან მივიდა სამუელ და იოანე ეპისკოპოსები, რომლებიც მონაწილეობდნენ
მის ცხოვრებაში იმდენად რომ ანუგეშებდნენ, უგეშცემდნენ და მადლობით ეუბნებოდნენ რომ მადლობით წარგზავნით ქრისტეს ნავსადგურში. ანუ როდესაც გარდაიცვლებოდა შუშანიკს უფლისათვის უნდა ეთქვა სამადლობელი ქრისტეს მიმართ. მოდიოდნენ აზნაურნი, დიდდიდნი და ზეპური დედები, უაზნონიც ქართლიდან. მეხუთე საუკუნის ქართლში ადამიანები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: აზნაურნი, ანუ დიდგვაროვნები და უაზნონი, ანუ ვინც დიდგვაროვანი არ იყო და ყველა მოდიოდა თუნდაც შუშანიკთან. მოვიდა შუშანიკის მოწოდების, ანუ გარდაცვალების დღე. მოუხვეთ აფოც ეპისკოპოსს და მადლობა გადაუხადა შუშანიკმა მას მოწლეობისათვის, მისი ნუგეშისცემისათვის. როგორც მამასა და მამამ ძუძეს მე შემავედრა, გლახაკი და ცოდვილი. ანუ შუშანიკმა, ესე იგი, მადლობელი იყო აფოცის მიმართ და თან ეუბნებოდა რომ იაკობ ხუცესზე მზრუნველობა გამოიჩინა. და ბრძანა ითხოვა რომ მისი ძვლები იქ დაემარხათ, საიდანაც პირველად გამოათრიეს. აი გაიხსენეთ თქვენ გამოთრევა საიდან მოხდა, როდესაც თიხნარზე მოათრევდნენ და ძეძვი რომ იყო დაყრილი. ანუ ეკლესიის მახლობელი ადგილიდან. და ამბობდა, მე ვარ მე-11 საათის ვენახის მუშაკი და თქვენ იყავით კურთხეული უკუნითი უკუნისამდე. ანუ მე-11 საათის ვენახის მუშაკები, რასაც ნიშნავს ეს ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცით, მაგრამ მაინც კეთვით ერთ რამეს. სახარებაში ასეთი იკავი. ბატონმა ბრძანა რომ ვინც მის ვენახში 12 საათი იმუშავებდა, ერთ ტალანტს უბოძებდა. დაიწყეს მუშება მოდინება. ზოგიერთმა, რომელიც პირველ საათზე მოვიდნენ და 12 საათი იმუშავეს, ერთი ტალანტი უბოძა ბატონმა. ვიღაც 1 საათით დაგვიანებით მოვიდა, ვიღაც 2 საათით დაგვიანებით და შესაბამისად თითო საათით ნაკლებს მუშაობდნენ. ზოგი 12 საათი მუშაობდა, ზოგი 11 და ერთი ადამიანი მოვიდა მე-11 საათზე და სთხოვა ბატონს რომ მის ვენახში იმუშავებდა ანაზღაურებით. როდესაც ამ ადამიანმა მხოლოდ 1 საათი იმუშავა, მასაც ერთი ტალანტი უბოძა უფალმა, ანუ ბატონმა და შეეკითხნენ, ვინც 12 საათი და ვინც 1 საათი იმუშავა, ყველას თითო ტალანტი რატომ მიეცი? ტალანტი დღეს ბუნებრივ ნიშნს ნიშნავს, თორემ ადრე ვერცხლის ფულს აღნიშნავდა. ბატონმა თქვა, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინც რამდენი მივეცი? თანაბარი თუ არა თანაბარი? თქვენ როგორც გაგირიგდით თავიდან, თქვენი შრომის საფასური ტალანტი მიიღეთ. და მე თუ 1 საათიანი მოღვაწეობს ან მე-11 საათზე მოსულ ადამიანსაც ერთი ტალანტი მივეცი და დაუფასე, ეს ჩემი გადასაწყვეტია. ანუ შუშანიკი მე-5 საუკუნეში ეწამა ქრისტესათვის. ანუ ახალი მოწამეა, ხო, იმ მე-5 საუკუნის მორწმუნეთათვის და არა პირველ საუკუნეში არ წამებულა, იმიტომ რომ იმ დროს არ ცხოვრობდა შუშანიკი რა. და ესე იგი შუშანიკი არის თითქოს და მე-11 საათზე უფლის ვენახში საქმის გამკეთებელი. ანუ გვიან ნაწამები ქრისტესათვის და ის ქრისტესათვის ზუსტად იგივენაირ დამსახურებისაა, როგორც პირველსავე პერიოდში ნაწამები ქრისტესათვის. მადლობდა ღმერთ შუშანიკი და ამბობდა, კურთხეული არის ჩემი ღმერთი და შეავედრა თავის სული უფალს. დაუგზავნეთ წმინდა შუშანიკი დიდებული ნაწილები გამზადებულ ადგილზე. იმ ღამეს გავათიეთ ღამე და ფსალმუნებს, ანუ დავითის ქნარი, ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ ბიბლიური დავითი, ვიდრე მეფე გახდებოდა, მწყემსი იყო და როდესაც პირუტყვს მწყემსავდა თავისი მშობლისას, თან ქნარზე ღვთისადიდებელ საგალობელებს მღეროდა და ესეთი დავითის ქნარით, ანუ ღმერთის წინაშე, ღვთის წინაშე, ღმერთის წინაშე არ არის სწორი ფორმა, მინდა გითხრათ, ღმრთის ან ღვთის წინაშე უფალი იესო ქრისტეს ვადიდებდით ფსალმუნებითო. აღესრულა 17 ოქტომბერსო, დღე იყო ხუთშაბათი და ეს 17 ოქტომბერი შუშანიკის მოსახსენებლად დავაწესეთ. მარაჯავს იყოს ხსენება მამისა, ძისა და სულიწმიდისა, რადგანაც ღმერთ შეშვენის საუკუნო დიდება.
აი აქ მინდა დაგაკვირვოთ ერთ რამეს. ოქტომბერსა 17-ს არის გვიანდელი ჩანაწერი. გითხარით, რომ მე-5 საუკუნის ორიგინალური ნაწარმოები ჩვენამდე შემორჩენილი არ არის. პარკლის მრავალთავი მე-10 საუკუნეში არის შექმნილი, მეცხრე მე-10 საუკუნის მიჯნისაა და თავისთავად ცხადია მე-10 საუკუნის გადაწერილ ტექსტში ღვინობისთვის ან რაღაც ამდაგვარი არ წერია, არამედ ევროპიდან შემოტანილი თვის სახელწოდება ოქტომბერი არის ნახსენები. დღე იყო ხუთშაბათიო, ესეთი რამე წერია, მაგრამ მეცნიერებმა ნახეს, რომ თურმე 475 წლის 17 ოქტომბერი, როდესაც შუშანიკი გარდაიცვალა, სინამდვილეში ხუთშაბათი არ იყო. ეს დღე იყო პარასკევი და იმის გამო, რომ ოთხშაბათი და პარასკევი სამარხო დღეებია, უბრალოდ იაკობ ხუცესმა ჩაწერა ხუთშაბათად, მისი გარდაცვალების დღე. იმედი მაქვს, რომ გესმოდათ ჩემი ხმა, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ხმით ვსაუბრობ და ახლა შემოხმიანება თქვენი მხრიდან იყო თუ არა გასაგები ყველაფერი თქვენთვის და თუ კი რაიმე დარჩა გაურკვეველი, რა თქმა უნდა გიპასუხებთ. გელოდებით ახლა შემოხმიანებაზე. ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო და რა ვიცი, საბედნიეროდ რანაირი კითხვა არ მაქვს, მადლობა. კარგი, მარიამს არაფერი აქვს შეკითხვა, სხვა დანარჩენებსაც ველოდები. იქნებ სხვას აქვს. ჩემთვისაც ყველაფერი გასაგები იყო. ძალიან კარგი, ცოტნე, მიხარია, რომ შენთვისაც გასაგები იყო. გამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ და მადლობა, კითხვები არ მაქვს. კარგი, მარია, მადლობა შენც. მე ვეცადე, რომ პარაფრაზი შემომეთავაზებინა მაქსიმალურად ტექსტთან ახლოს. ახლა უკვე ასეთი დავალება მინდა მოგცეთ, რომ ტექსტი წაიკითხეთ. გაგახსენდებათ აუცილებლად ჩემი მიერ შემოთავაზებული პარაფრაზი, მაგრამ იმისათვის, რომ სინქრონში უფრო მარტივად გაიგოთ, ეს ჩანაწერი, რომელიც ჯერ ისევ არ შემიწყვეტია ჩაწერის რეჟიმი, ტექსტის წაკითხვის დროს თვალი შეგიძლიათ ჩვეულებრივ ტექსტით წაიკითხოთ, ან ხედავდით ისედაც, რომ ჩანაწერის დროს ტექსტი მოძრაობდა ჩემი მიერ და გაადევნოთ თვალ და ერთხელ მოусმინოთ. სრულიად გასაგები და სრულიად აღსაქმელი აღიქვამთ მარტივად ამ ტექსტს კიდევ ერთხელ, გეტყვით ამას, რომ იქნებ ერთხელ ან ორჯერ რაღაც 1 საათი და 10 წუთი გამოყოთ ამ ტექსტის მოსასმენად და გასააზრებლად. შემდეგ შეხვედრას ჩვენ სამშაბათს გავმართავთ ისევ 10 საათზე და თქვენი სურვილის მიხედვით რომელიმე თავის პარაფრაზი დაწერეთ, რომელსაც წაიკითხავთ მე ეგ. მოგცემთ უფლებას და წაიკითხავთ Teams-ის პლატფორმაზე. თუ რაიმე რჩევა მექნება, რა თქმა უნდა გირჩევთ კიდევაც. გასაგებია ყველაფერი თუ არა, რაც გითხარით. კი, გასაგებია, მადლობა. დიახ, ყველაფერი გასაგებია. ძალიან კარგი, მშვენიერი. ველოდები, რომ თქვენგან ბევრი დაწერს ამ პარაფრაზს, ძალიან მარტივია, 5-10 წუთში ალბათ ნებისმიერი თავის პარაფრაზს დაწერთ. და თუ კი გაგიჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მე უკვე ამ გუნდის წევრის სხვა რომ წაიკითხავს, მოусმინოთ და არა მარტო წერითა და კითხვით სწავლობენ, არამედ ასევე სწავლობენ მოსმენითაც. მაშინ დაგემშვიდობებით დღეს მე თქვენ, საკმაოდ ვრცელი ტექსტი შემოგთავაზეთ ერთბაშად, მაგრამ რადგანაც კვირაში მხოლოდ ორჯერ შეხვედრის ბედნიერება გვაქვს და მეტი არა, ამიტომ მოგვიწევს ხოლმე ცოტა დიდი ტექსტების და ცოტა დიდი ვალდებულებების აღება. ვფიქრობ, რომ არ გაგიჭირდებათ ამ ყველაფრის შესწავლა. შუშანიკის წამება არ არის ძალიან რთული ტექსტი, მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი პირვანდელი ვერსია ჩვენ არა გვაქვს და დაახლოებით 500 წლის შემდეგ, როდესაც გადაწერეს პარკლის მრავალთავში, მასში ენობრივი ნორმები მე-10 საუკუნის, იმ პერიოდის ენობრივი ნორმების მიხედვით გაასწორეს. ამიტომაც შედარებით მარტივია და ჩვენ შემდეგში მოგვიწევს აბუთვილელის წამების შესწავლა, რომელიც ოდნავ უფრო რთულია, ვიდრე შუშანიკის წამება, იმიტომ რომ ეს მე-8 საუკუნის ტექსტი გახლავთ მართლაც შემორჩენილი ისე, როგორც თავის დროზე იოანე საბანისემ დაწერა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა სასულიერო მწერლობის ბრწყინვალე წარმომადგენელი. ახლა კი დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, აუცილებლად მომწერეთ ხოლმე და 24 საათში ყველა თქვენგანი მიიღებთ უკავშირს ჩემგან და გაერკვევით ყველაფერში. აბადროებით, იცოდეთ, რომ საკმაოდ ბევრი შეხვედრა გვაქვს წინ კიდევ, იმიტომ რომ მთელი 2 წელიწადი
ვიდრე თქვენ სკოლას დაამთავრებთ, აუცილებლად ვიქნები ყოველთვის თქვენი მხარდამჭერი დროებით და ნახვამდის. ნახვამდის მადლობა და მე. ნახვამდის. ნახვამდის.